იკრიბა ნიუ-იორკში, პირველ ავენიუზე, გაეროს შენობაში და ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს 15 სექტემბერს ამ 193-ვე ქვეყანა მოაწერა ხელით რატიფიცირება გაუკეთა ხელშეკრულებას, რომელსაც ერქვა ახალი დღის წესრიგი მსოფლიოსთვის და რომ აი ამ ხელშეკრულებას ხელმომწერა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ გრადი განვითარების 17 მიზანს აუცილებლად შეასრულებდნენ. და ეს 17 მიზანი დღეს ახლა 24 წელია, ხო, უკვე და წარმოგიდგენთ 30 წლამდე უნდა შესრულდეს, ანუ ნახევარზე მეტი გასულია უკვე თითქმის. და ეს ქვეყნები ცდილობენ, რომ ეს 17 მიზანი პრემიერ-მინისტრის აპარატთან სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სწორედ პასუხისმგებელია ამ გრადი განვითარების მიზნების შესრულებას. როგორც გითხარით, 17 მიზანია კლიმატის ცვლილება, მე-14 მიზანი გახლავთ წყალქვეშა ეკოსისტემების დაცვა და მე-15 მიზანი გახლავთ ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა. ოღონდ ყველა ეს მიზანი, ეს არ არის, რომ ერთს რო აკეთებ. ყველა ეს მიზანი აი აბლაბუდას ქსელივით არის ერთმანეთთან გადაყლართული ეკონომიკა და საზოგადოება. ზუსტად გრადი განვითარების კონცეფცია ამას ეფუძნება. ეს არის ისეთი განვითარება ქვეყნის მსოფლიოსი, როდესაც ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ რასაც ვიყენებთ რესურსებს და გამოვიყენოთ მომჭირნეობით, ყაირათიანად, რომ გარემოს მივანიჭოთ ნაკლები, ასე ვთქვათ, უარყოფითი ზემოქმედება კონდეს ნაკლები ხარისხით, რატო? იმიტომ რომ თქვენ შვილებს, კიდე იმათ შვილებს დარჩეთ ეს გარემო და ეს დედამიწა. რამის თქვი, მაგრამ მაინც რა იწვევს მაინც კლიმატის ცვლილება, აი რატო დადგა ეს ცოტა ინტერაქციაც რო გქონდეს და სულ მე რო არ ველაპარაკო. რატო დადგა? ადამიანის ან უარყოფითი თვისებები ან საქმიანობა. აი რაში გამოიხატება ეს უარყოფითი საქმიანობა შენი აზრით? ჩვენ გონია რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ და ამ დროს ვამბობთ რომ უარყოფითია თურმე. ქარხნების მაგალითად ქარხნების გამონაბოლქვი. ხოჭა. და რას აკეთებთ? რა ქვია? ხო არც მაგაირებს. წერო უშვებს იმ გამონაბოლქვს. რა ქვია? მაგრამ ხარისხს გაბინძურებს? ო, ერთი რო აბინძურებს და მასვე კარგა ხო? ნახშირორჟანგი. კოჭა, ნახშირორჟანგი მეთანი და ზოგადი სახელი რა აქვს? სათბურის აირები, სწორედ ხართ, სათბურის აირები. ეს არის ის, რაც ძირითადად იწვევს კლიმატის ცვლილებას. სუფთა ფეხა არის ქიმია და ფიზიკა და ცოტათ გეოგრაფიაც. ნახეთ, რატო რას აკეთებ? აღარ უშვებს ძიცხილებს კარგად. გადაეკრება, ხო ესე? დაგამაგიტოაც გროვდება ეს სიტყვა და ატმოსფეროს გარეთ აღარობს. კოჭა და ეს ავიდა, ჩამოვიდა, იმიტომ რომ იმის იქით ვეღარ მიდის, იმიტომ რომ ესე ცელოფნის აპკივით რო გადააკრა დედამიწას გარშემო, დედამიწა ხო ესეთი მრგვალია და რომ ასე აქვს ეს სათბური